ჩვენ სახელმწიფოში დღეს ადამიანებს არ აქვთ თანაბარი შანსი იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ ერთნაირად. ანუ უკეთესად რო ვთქვათ, აი მაგალითად რო გადავხედოთ თუნდაც ჩვენ პოლიტიკურ ელიტას ან ბიზნეს ელიტას აღმოვაჩენთ, რომ მაგალითად მათი შვილები სწავლობენ ან კერძო უნივერსიტეტებში, ან საზღვარგარეთ ისეთ უნივერსიტეტებში, რომელშიც სწავლაც არ შეუძლია ვთქვათ საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენელს. მაგალითად, ბევრი ჩვენ მეგობარი იმიზეზით ვერ აგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას, რომ უბრალოდ ვერ იხდის სწავლის საფასურს. ნაწილი ჩვენი მეგობრებისა, მაგალითად, ნაწილ ჩვენ მეგობრებს უწევთ რაღაც ღამის თენების რეჟიმში, რაღაც სამარცხვინო ანაზღაურებაზე მუშაობა და საბოლოოდ შემდეგ ეს ღამის სვლაში მუშაობა იწვევს იმას, რომ დილით ლექციებზე ვერ მიდიხარ და ეს საბოლოოდ იწვევს იმას, რომ განათლების შექმნის და გადაცემის პროცესს შორდები. ეს არის ზუსტად ის რაზეც ვსაუბრობდი, ანუ ჩვენ არ გვაქვს თანაბარი სასტარტო პირობები და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სასტარტო პირობები და ადამიანის წარმატებას არ განაპირობებდეს რაღაც თავისი მამის თუ დედის სოციალური მდგომარეობა.